მადლობთ ინგა, მივესალმები მაყურებელს და მინდა რომ პირველ რიგში გამოვხატო ჩემი მწუხარება გენიალური ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დღეს ზოგადად რაღაცა მძიმე ემოციური დღე გვაქვს, ხო, იმიტომ რომ მძიმე ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. და ამ მძიმე ამბების ფონზე მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ეს რაღაცა ყულფი მის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება, მათ შორის ვიწროვდება, იმიტომ რომ თუ მას მართლაც ჰქონდა რაიმე მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი ამ მოლოდინს ვინ უქმნიდა, შეიძლება ორბანი, ასე ვთქვათ, რაღაცა დაპირებებს აძლევდა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის რაღაცა შეიძლებოდა სხვანაირად წარმართულიყო მისი ურთიერთობები ჩვენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან. ის ხვდება, რომ სასიკეთო მისთვის არაფერი არ ხდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში. მე ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა, როგორც იცით, სულ ახლახანს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენს პარტიას და ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რა განწყობაც არის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში. შემთხვევითი არ არის, რომ იზრდება კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური მხარდაჭერა მეგობარი აქტის და არავინ არ უნდა მოგვატყუოს, რომ მეგობარი აქტის შედეგები არ იქნება ძალიან მძიმე ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს ამ აქტის მიღებისთვის ხელის შესაშლელად და წარუმატებელი აღმოჩნდა ეს მცდელობა. ამიტომ ამის პარალელურად თან როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოლოდინი, რომელიც ასევე ძალიან სწარი მოლოდინი იყო, რა პოზიციას დაიკავებს ეს ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ დააჯერა, რომ უკრაინას საჯიჯქნად მიუგდებს ტრამპის ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინს, ეს მოლოდინიც აღმოჩნდა, რომ არასწორია. ამის პარალელურად ვხედავთ მკვეთრად გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ევროკავშირს და ახალ ადმინისტრაციას შორის, ანუ ტრანსატლანტიკურია ეს განხეთქილების გაღრმავება, რაც იყო ასევე მოლოდინი რუსეთის და მათი მოკავშირეების ბერდგება და ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არც არაფერი ცუდის გარდა მას არ ემუქრება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც და დაიწყო აი ამ რაღაცა პროპაგანდისტული მანქანით მუშაობა იმ ხალხთან პირველ რიგში, ეს არის განსაზღვრული მათ მომხრეებზე, მათ შორის მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ რიგით მომხრეებზე, არამედ იგივე მაგალითად ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და სხვებისთვის, ვისთვისაც ნიშნულოვანია საბოლოო ჯამში, რომ ანომალიური ურთიერთობები, რომელიც შედგა ივანიშვილის დამსახურებით და გაუქმდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამისი ნორმალიზაცია მოხდეს, რომ ამ ხალხს რაღაცა შესთავაზოს რაღაც თეორიები, მაგრამ ყველას ესმის, ახლა ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ შათირიშვილის წერილი არის ბოდვა, ჩვეულებრივი, გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც რაღაც ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ და ხო, ოღონდ რომლითაც საკუთარ მხარდამჭერებს ამობილიზებს და ყველა არჩევნებისთვის ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რაზეც დგას ივანიშვილი და ქართული ოცნება. სალომე, აი მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ დაინახეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც მათთვის არაფერი არ იცვლება ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის, აი ამ დროს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რეალობა რა დგას, ხო? ანუ მეგობარი აქტის მნიშვნელობა მე მგონი ყველას კარგად ესმის, მაგრამ აი რა ხდება ამ ქვეყანაში? დღეს წულუკიანის კომისია დებს საკუთარ დასკვნას ჯერ არ გაასაჯაროვეს, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რაც ეწერება ამ დასკვნაში, რომელსაც ივანიშვილისვე დაანონსებით უნდა მოყვეს ძალიან მალე პარტიების აკრძალვა და 2 კვირის წინ თია წულუკიანი ამბობდა ასეთ რამეს, რომ საერთოდ ახალი საქმეების აღზრაც კი არ არის გამორიცხულიო, შინაარსი ეს იყო მისი განცხადებისა, ამა თუ იმ პირის მიმართ. ეხლა მე მინდა თქვენთან საუბარში გავიხსენო, რომ როცა ეს კომისია შეიქმნა, პირველები, ვინც დაიბარეს ამ კომისიაზე დაკითხვისთვის, იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მაშინ ყველას გაუკვირდა, რა შუაშია ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე რატო დაიბარეს ეს ადამიანები, მაგრამ ამ
კომისიაზე არ მისვლის გამოს ხედან დღეს მამუკაც და ბადრი ციხეში. ეხლა მე გისვამთ აქედან გამომდინარე კითხვას, ელოდებით თუ არა, რამდენადაც თქვენს პოლიტიკურ ორგანიზაციასაც ნაცებს უწოდებს ივანიშვილი, რომ მოხდეს აკრძალვა პარტიის. ნუ ახლა მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიას რაც შეეხება, იმ თავითვე გასაგები იყო, რომ ორი ფუნქცია აქვს, ხო, ძირითადი ამ კომისიას. ერთი ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და მართალი ხართ, რომ პირველი სამიზნე ამ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა ლელო და მისი ლიდერები და ეხლაც გრძელდება, ჩვენ ხედავთ, ხო, ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცა განსაკუთრებული სამიზნე არის ჩვენი პარტია. ამიტომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად რო გამოიყენებს ამ კომისიას ჩვენს წინააღმდეგ რეჟიმი, მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ ცხადია გვაქვს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ რაღაც განსაკუთრებული ყურადღების კონცენტრირება ხდება ჩვენი მიმართულებით. მეორე ამ კომისიის დღის წესრიგი და რატომაც ის შეიქმნა, ეს არის ასევე პროპაგანდა, ჩვენ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით, იმიტომ რომ იმის პარალელურად, როდესაც ქვეყანაში არის უზარმაზარი გამოწვევები, როდესაც ჩვენ აი ყოველდღიურ რეჟიმში ღატაკდება საქართველოს მოქალაქე, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად რაღაცა ახალ, ასე ვთქვათ, სიმაღლეზე ჭყალებში ავდივართ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სახელმწიფო კარგავს 10 წლეულების მანძილზე მოპოვებულ სიკეთეებს, როგორიც არის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, აღარ გვეძახიან არსად, ფაქტიურად ფორმალობა გახდა ის, რომ ჩვენ გვქვია კანდიდატის სტატუსი, ჩვენ სექტემბერში შეიძლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დავდგეთ და დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს ეს ნებისმიერ ფასად, მაგრამ ეს სამწუხაროდ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება და ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ. აი ამ კატასტროფის ფონზე, როდესაც საქართველო თან რჩება მარტო სტრატეგიული მოკავშირეების გარეშე რუსეთის პირისპირ, როდესაც ხედავთ, რომ ჩვენი მეზობლები, მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი თავის პრობლემებს არეგულირებენ და ჭრიან და წინ მიდიან და საკუთარ სახელმწიფოს ასე ვთქვათ, უკეთესი უზრუნველყოფის თვალსაზრისით წინ მიდიან, აი ამ დროს წოლუკიანის ეს რაღაცა ცირკი და შოუ არის დადგმული ერთადერთი მარჩშორის იმ მიზეზით, რომ დღის წესრიგი შეავსოს ამან, საზოგადოების ყურადღება იყოს გადატანილი ამაზე და ჩვენ რაღაცნაირად როგორ გითხრა, ეს ანომალია, რაც ჩვენს გარშემო დღეს ხდება, აბსოლუტური ანომალია, რაღაცა შეგუებით თუ გატარებით შეხვდოს ამას საზოგადოება. ანუ პროპაგანდისტვის კეთდება ეს და არა რეალურად ოპოზიციის აკრძალვა იგეგმება? ეს ძალიან საინტერესოა, თქვენ როგორ გითხრათ? მინდა ვთქვა, რომ ორივესთვის, მათ შორის პროპაგანდის დანიშნულებაც ამ კომისიის არის ძალიან დიდი, თუმცა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად უკვე გამოყენებულია, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი პარტიის ლიდერები არიან უკვე ციხეში, სხვა პარტიის ლიდერები არიან ციხეში, იმის გამო რომ ჩვენ ვთქვით, რომ არალეგიტიმურ აი ამ რაღაც ასე ვთქვათ, არაკონსტიტუციურ და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო კომისიის მუშაობაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ამის გამო დღეს არაერთი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ციხეში, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ვიცით, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ჯერ კიდე წლების წინ იქნა დაწყებული და ეხლა მოძებნეს გზა, რომ ისინი დაატყვევონ დროებით, მაგრამ დაატყვევონ. ხო და კაცმა არ იცის, კიდევ შეიძლება რაიმე ახალი საქმე აღუძრან თუ არა. შესაძლოა ცხადია, რომ გაგრძელდეს, თუმცა ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ამ ხელისუფლებისთვისაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ავტოკრატიული რეჟიმი, დღის წესრიგი შევსება რაღაცით სჭირდებათ მათ შორის ავტოკრატებს და ეს კომისია მათ შორის ამისთვის არის მოგონილი, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ხალხის გამოწვევებზე, არ ვისაუბროთ იმაზე, რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს მოქალაქეები და მათ ვერ დავანახოთ ალტერნატივა და უკეთესი ალტერნატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ ამ ქვეყანაში, როგორც კი პოლიტიკური ძალაუფლება გადმოვა ჩვენს ხელში. ამიტომ რამდენიმე დანიშნულება აქვს ამ კომისიის მუშაობას, ჩემი აზრი ეს არის და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ კომისიის, ასე ვთქვათ, ფუნქცია არის არა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური შევიწროვება, ასევე პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლაც იმგვარად,
რაც აწყობს ქართულ ოცნებას. სალომე და აქ სხვათა შორის ერთ თემას შემოვიტანდი დღეს მამუკას სტატუსი იყო ბოლო 3 დღე ბიძინა ივანიშვილის მონებმა ვოლსკიმ შარმანაშვილმა შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ. მოდი წავიკითხავ ამას და შემდეგ კომენტარს გთხოვთ. სამწუხაროდ მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას. საკითხი ეხება გერმანიის ელჩის და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესით დაცვით, თუმცა ჩვენს მიერვე წინა კვირას აღმოჩენილი იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან არ დაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტის სრულად იქნა გასტუმრებული, რითიც საკითხი ამოიწურა. აქვე მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემს მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად 100 მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში, ბევრჯერ მოგმართეთ თქვენს და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოთ საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც. ასევე არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს იანვარში ივანიშვილმა ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტ ჯიბიდან ოფშორების კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაიწერა. თუმცა რუსი კორუმპირებული ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია, ამ და ბევრ სხვა დანაშაულზე ქართველი ხალხი სათანადოდ გაგცემთ პასუხს. ანუ ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტულ არხებზე აი ამ მიმართულებით კამპანია და იმიტომ წავიკითხე. აი რეალურად ეხლა ეს ამ თემას მინდა რომ მოვაბა. გამორიცხავთ სალომე, რომ ციხეში მჯდომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს რაღაც ახალი საქმეები აღოძრან, იმიტომ რომ თქვა ამ ქალმა წულუკიანზე მაქვს საუბარი და აქცენტი, რომ არ არის გამორიცხულიო აქ მოსმენილი ამბებიდან გამომდინარე, საერთოდ ახალი საქმეებიც კი აღიძრასო. გამორიცხავთ ამას? ხო, ახლა იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით რაღაც ფსიქიატრიული ასე ვთქვათ, მედიცინის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენება დაიწყო, რაც შეიძლება რომ არ მოელოდე, ხო? ანუ აქ ჩვენ რაღაც ყველანაირი წითელი ხაზი, ყველანაირი ზღვარი არის გადაკვეთილი, იმიტომ რომ ეს არის გავეშებული, კორუმპირებული, ავტოკრატიული რუსული რეჟიმი, რომლის ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება და ამიტომ მოველით ცხადია ყველაფერს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმიანობას და მათ მიერ წვლილს ქართულ ეკონომიკაშია, ეს ამის შესახებ იცის ყველამ და მე მინდა რომ საზოგადოებას აუხსნა, რომ მათ შორის ჩვენ რო დღეს არ გვაქვს ანაკლიის სპორტი და უზარმაზარი მოგება მათ შორის, რასაც ნახავდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო, არა მხოლოდ სამუშაო ადგილებით, რომელიც შეიქმნებოდა, არამედ ბიუჯეტში შენატანითაც, რომელიც ეხლა უკვე მრავალი წლის დაგროვებული, ასე ვთქვათ, დოვლათი იქნებოდა, რომ არ შედგა ეს სპორტი სწორედ იმიტომ, რომ სამართლებრივი დევნა დაიწყო ივანიშვილმა მამუკას და ბადრის წინააღმდეგ, როდესაც თვითონ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას ივანიშვილი იყენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის და მათ შორის მინდა შევახსენო საზოგადოებას, როდესაც ჩვენ საუბრობ პროპაგანდაზე და როგორ იყენებენ ხო რაღაც საინფორმაციო საშუალებებს საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად, ოფშორების კანონი მიიღეს, როდესაც პარალელურად მიდიოდა აგენტების კანონზე საუბარი, ისე რომ ეგონათ რომ ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა როგორ გააპარეს თითქოს აი ამ ორომტრია ბიუჯეტიდან ფულის მისათვისებლად, იმ ფულის, რომელიც უნდა შეეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში და მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ამის ყველაფრის როგორც რა დევნაც არ უნდა განახორციელო ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამას ყველაფერს უნდა შეეწინააღმდეგოს ხალხი. სანამ ხალხი იბრძვის ჩვენს ქვეყანაში, ხო, როდესაც აი საუბარი არის ნორმალიზაციაზე. ნორმალიზაციის შესაძლებლობა ამ რეჟიმს არ უნდა მიცეს ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა უნდა საკუთარი ბრძოლით და ძალიან კარგია, რომ დღეს შეიკრიბა საზოგადოება და თანადგომა გამოუცხადა ნინო დათაშვილს, ძალიან კარგია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ეს ქალები გახდნენ რაღაც სიმბოლოები, აი ამ არ ვიცი მართლა რეჟიმის, რომელიც აწამებს ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური
ამოცანების განსახორციელებლად და აი ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი ბრძოლა და საზოგადოების განცხადება, რომ არ ვეგუებით ჩვენ ამ ყველაფერს, რასაც ივანიშვილი აკეთებს ჩვენს ქვეყანაში, არ ვეგუებით, იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური და ეს ვერ იქნება ნორმალური, ეს არის დღეს სწორედ ის გზა, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, რომელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასაც არ უნდა შეეცადოს ივანიშვილი, იმიტომ რომ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ აკრძალავს, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს. სალომე, ძალიან დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.